ნამაზის დასრულების შემდეგ სუნნეტში სხვადასხვა ზიქრი არსებობს. ამ ზიქრებიდან ერთ-ერთი არის აეთელ კურსის კითხვა. თესბის დროს, თესბის დათვლის დროს რომ ზიქრებს ვაკეთებთ, ესენი ყველაფერი. მაგრამ ნამაზის ბოლოს აეთელ კურსის კითხვის შემდეგ ასეთ ანზე შებერვა ამის შესახებ მე არსად ჰადისი არ მომყოლია. დიდი ალბათობით ეს არის ბიდათი. თუ ვინმეს სადმე ამის შესახებ ჰადისი ეგულება მოიტანოს, ნახოთ და მე გადავთქვამ ჩემ შეხედულებას, ჩემ პოზიციას. დიდი ალბათობით ეს არის ბიდათი ვთქვი. რატომ? იმიტომ რომ სადაც ეს კეთდება, იმ საზოგადოებაში, იმ ჯემაათში არის გავრცელებული თესბის ჯემაათით დათვლა. ჯემაათით თესბის დათვლა. მუეზინი კითხულობს, იმამი ამთავრებს, მუეზინი გამოაცხადებს, რომ იმამმა დაამთავრა, ახლა სუბჰანალლაჰ. იმამმა დაამთავრა, ახლა ალჰამდულილლაჰ თქვით. ანუ მუეზინი რასაც რომ ხმამაღლა ამბობს, ეს არის გამოცხადება. რომ ჯემაათს შეატყობინოს, რომ იმამმა დაამთავრა და ახლა ასე შემდეგ. სუნნეტში ასეთის რამე არ გვაქვს. სელამის მიცემით ჯემაათი მთავრდება. სელამის იქით რაც არის ზიქრის სახით, დუის სახით, ყველაფერი კეთდება ინდივიდუალურად. იმამმა რომ დაამთავრა აეთელ კურსის კითხვა, მუეზინმა როგორ უნდა მიხდეს? აი სწორედ ამ საქციელით. ეს არის მუეზინზე მინიშნება, რომ მე დავამთავრე აეთელ კურსი და ახლა შენ გამოაცხადე, რომ ჯემაათმა სუნნეთი სუბჰანალლაჰ ზიქრი დათვალოს. შუამავ ალეისალათუ ვესალამის სუნნეტში რაც არის არსებული, რომელსაც ამ თემასთან კავშირი არ აქვს. შუამავ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ საღამოს დაწოლისას დაჯდებოდა აეთელ კურსი, ფელეყი, ნასი და კიდევ რამდენიმე ასეთ ყურანიდან მოკლე სურას ან ყურანის რომელიმე აიაც ჩაიკითხავდა. ხელის გულებში შეუბერავდა და შემდგომ თელს ხელზე სადაც თავისი ხელით მიწდებოდა, ყველგან ამ ხელებს მოისვამდა და შემდგომ დაწვებოდა ლოგინში და დაიძინებდა. მორწმუნეთა დედა, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, აიშა გადმოგცემს, რომ როდესაც მოხუცდა და შეუძლოდ გახდა, შემდგომ უკვე ხელების ყველგან მოსვას რომ ვერ ახერხებდა, მე ვუკითხავდი და მე ვუკეთებდი. ეს ორი თემა ერთმანეთისგან განსხვავებულია. რაღაცა შეიძლება ერთ ადგილზე სუნნეთი იყოს, მაგრამ მეორე ადგილზე სუნნეთი არ იქნება. ფათიჰას კითხვა ფეხზე დგომიარე ფარზია, მაგრამ სეჯდეზე ფათიჰა არ იკითხება. ფათიჰა ყურანის ერთ-ერთი მთავარი სურეა, ყურანის გამხსნელი გასაღებია. ვირფასია. სეჯდეც ის ადგილია, როდესაც მორწმუნე ალლაჰთან ყველაზე ახლოს იმყოფება. მე რომ თქვა რომ ალლაჰთან ყველაზე ახლოს ყოფნის დროს ყურანის ყველაზე ძვირფასი სურა უნდა ვიკითხო, არ შეიძლება. რატომ არ შეიძლება? იმიტომ რომ შუამავ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამს მსგავსი რამე არ გაუკეთებია. ულის შემდეგ 2 მუხლი ან 4 მუხლი ნამაზის ლოცვა სუნნეთია, მაგრამ იქინდის შემდეგ სუნნეთი არ არის. პირიქით, იქინდის შემდეგ ნამაზი საერთოდ არ ილოცება. ნახე, იქ სუნნეთია, მაგრამ აქ სუნნეთი არ არის. აქ ბიდათია. ამიტომ ასეთი სუნნეთი არის დაწოლის წინ, ფელეყი, ნასი, იხლასი, აეთელ კურსი, ამათი კითხვა, ხელებზე შებერვა და შემდგომ თელს ხელზე მოსმა, ასეთი სუნნეთი არის, მაგრამ ნამაზის ბოლოს საკითხული აეთელ კურსის შემდეგ ასე შებერვა სუნნეთში არ არის.